შესაძლოა მოსულ გულშემატკივარი სულ არ აღბრთოვანდეს ჩვენი თამაში. მაგრამ შედეგი უნდა წაიღოს სახში, რომ ხო, აი შოტლანდია ინგლისს და როცა ინგლისს თამაშობს ინგლისს, ხო. ყველა ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ არა ბურთი მოვიშორო და გადავაგდო, არა რომ ბურთი როგორ დავიბრუნო. თქვენ შეთანხმებულად თუ არ იგუშავეთ კატასტროფა. აი მაგ პრობლემა გექნება. და როდესაც შენ გაქვს იმის უნარები, რომ თქვათ, აი სიტყვაზე ვიძახი უმარტივესად, მარჯვნივ და მარცხნივ 10-15 მეტრი თავისუფლად შეგიძლია პასის გაშლა. უფრო თავისუფალი ხარ მე გადაწყვეტილების მიღებაში. თუ იქნება ასეთი ინიციატივა თქვენგან დავუშვათ, ჩვენ ძალიან სერიოზულად დავაშუქებთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მომავალი. მოგესალმებით, ვინმე რამის გულშემატკივრებო. მესამე ტაიმის დღევანდელი პოდკასტი. პოდკასტის სტუმარი გახლავთ გიორგი ნემსაძე, ბოჭღალოსანი, ადამიანი ძალიან მდიდარი სარაგბო ბიოგრაფიით, რომელსაც აქვს ნათამაშები სარაგბო ქვეყნებში, ისეთ ქვეყნებში, როგორც არის საფრანგეთის კლუბები, ბრიტანეთის კლუბები, მათ შორის ტოპ გუნდებში აქვს ნათამაშები, ისეთი როგორც არის ბრისტოლი, ოსპრე, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და ბექგრაუნდი, ასე ვთქვათ, როგორც ახლა ამბობენ. დღეს ეს ადამიანი საქართველოშია და ის მიღებული გამოცდილება და მისი მდიდარი ცოდნა ცდილობს, რომ გაუზიაროს თავის თანამემამულეებს. ქართული რაგბის მომავალს ჭაბუკებს, ახალგაზრდა ბიჭებს. ძალიან საინტერესო ბოჭღალოსანი იყო, პრაქტიკულად სულ რაღაცა მცირედი თამაში დააგდა, გახდა ცენტურიონი, თუმე არ მისლება 96 თამაში და საოცრად საინტერესო მოთამაშე იყო. მაგრამ მაგ თემებზე ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ძალიან საინტერესოდ თავად მოყვება თავის რაგბის ისტორიებს და დღეს ჩვენ გვინდა დავუსვათ მას კითხვები, როგორც 18 წლიანების ნაკრების მთავარ მწვრთნელს. მოგახსენებათ, რომ სულ მალე ჩვენს ჭაბუკებს ელით ძალიან საინტერესო ტურნირი 6 ერის გუნდების მონაწილეობით. ეს იქნება უკვე მესამე ასეთი ტურნირი, სადაც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას დიდი აქტივში ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ერთი გამარჯვება, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირებში ვიღებთ უკვე ჩვენ მონაწილეობას და ძალიან პირველი კითხვა აი გიორგისთან ეს იქნება. თვითონ თავად ორი სიტყვა გითხრას ტურნირზე და თუ არის დაწყებული მზადება ამ ტურნირისთვის და თუ არ არის დაწყებული, როგორ აპირებთ ამის? გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში თქვენ, დიდი პატივისცემით, მივესალმებით თქვენს წამოწყებას. მე ძალიან მიყვარს ესეთი პოდკასტები, ზოგადად და სარაგბო პოდკასტები განსაკუთრებით, უყურებ ყველაფერს, რაც არსებობს ინტერნეტ სივრცეში, არა მხოლოდ ქართულს, ყველაფერს უყურებ. ძალიან კარგი არის ეს სარაგბო ცნობიერების ამაღლებისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს პოდკასტის მთავარი მიზანიც ეგ არის. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და რა ვიცი, გისურვებთ წარმატებებს. ხო, ჩვენი მიზანიც ეგ არის რა, იმიტომ რომ გონია კი არა მართლა ეგრეა, ხა რეალურად. ხა ესე ვთქვათ ოფიციალურ არხებზე რაც არის, იმდენად ცოტა დრო არის, რომ ძალიან ზედაპირული პასუხების გაცემა გიწევთ ხოლმე, რომ კარგია, ცუდია, რაღაცა ესე. აქ ეხა დრო შეგურდულები არა ვართ, ეხა ფიქრობ სადღაც 9 საათი 40 წუთი ვილაპარაკობთ ხოლმე ამ დღეს რომ არ მოვაბესროთ რა, ესე ვთქვათ. მაყურებელს თავი და აქ შეგვიძლია უფრო გულახდილად ღია ჩვენ შევეცდებით რაღაც ისინი ნახოთ ხოლმე თემები, რომელიც შეიძლება უხერხული იყოს თქვენთვის, მაგრამ მგონია რომ თავისთავად აი ეს ფორმა ესეთი ურთიერთობის წარდგება ორივე მხარეს. თქვენც როგორც პროფესიონალებს ისთანაც გვექნება საუბარი და იმ გულშემატკივარსაც, რომელსაც უკვე სერიოზულად აინტერესებს რა ეს ყველაფერი რა ხდება და აი ბოლოში იგებს შედეგს და მე როგორც ხდება ხოლმე განაწყენებული, ანუ ამ პროცესი არ იცის და ამიტომ ინფორმაცია რა გაქვს. ძალიან კარგი არის და ამიტომ ზუსტად ამიტომ მოვესალმები ამ პოდკასტს. მომზადება.
ეხლა რაც შეეხება კითხვას. წავიდეთ მაგით. როგორც ვიცით და იცის ჩვენმა მაყურებელმა ამ პოსტზე, თანამდებობაზე, პასუხისმგებლობაზე, ასე ვთქვათ, მე დავინიშნე ახალი წლიდან, ანუ წლევანდელ წელს სამწვრთნელო სტაფის შეკრამაც რაღაც დრო წაიღო, სამწვრთნელო სტაფიც რო შეგვეკრა და აქტიური მუშაობა დავიწყეთ, აი ეხლა უკვე რაც განახლდა ჩვენი ბავშვთა ალიგის ტურნირი, მაქსიმალურად ყველა თამაშზე ისევ ნაწილდებით მწვრთნელები, რომ ყველა თამაშზე თვითონ მწვრთნელი აუცილებლად არის, ვაკვირდებით ამ ბავშვებს, ვიღებთ ვიდეოებს, მე ერთად ანალიზს ვაკეთებთ და ეხლა უკვე პირველი შეკრება გვექნება 13 თებერვალს. 13 თებერვალს პირველი სამდღიანი, ასე ვთქვათ, სასელექციო შეკრება გვექნება. ეს როგორ ხდება ხოლმე, იცი, ჩემი ხედვა ეს არის. სხვა არის კლუბში თამაში და სხვა არის უკვე სანაკრებო სივრცეში ცოტა უფრო მეტი ბრჭყალებში, რო ვთქვათ, წნეხი, როცა გაქვს, სხვა არის იქ როგორ გამოიჩენ თავს. ამიტომ ვეცდებით, რომ ეს პირველი ორი შეკრება, ეხლა გვექნება 3 დღიანი შეკრება, შემდეგ გვექნება 4 დღიანი შეკრება, შემდეგ კვირას, შემდეგ უკვე ალიგის ფინალი არის, ეს ბავშვები წავლიან სრული კვირა იქნებიან კლუბებთან და ამ ალიგის ფინალის მერე 28-ში არის ალიგის ფინალი, ალიგის ფინალის მერე უკვე დავიწყებთ 4 კვირიან სრულ შეკრებას და ვეცდებით რაც შეიძლება მაქსიმალურად. აი რაღაცა თქვი შენ რომ სასელექციო არისო და კლუბში თამაში სხვა არის და მეგრეში თამაში სხვა არის. აი აქ როგორ ახავთ ახლა თქვენ? ახლა ხო მეტნაკლებად უკვე ნელ-ნელა თქვენ მომხდელებმა რაღაცა ნახეს კლუბებში. ახლა რას გულისხმობთ რა? კლუბებში რას თხოვენ, ანუ რას თამაშობენ, ის ფილოსოფია კლუბებში როგორია და თქვენ რას თხოვთ, იმიტომ შენ ინტერვიუ ნახეთ რომ შენ რაღაცა საინტერესო ისა გაქვს შეხედულებები როგორ არის, აი როგორ არის. აი ცოტა განსხვავებული არის, და ყოველთვის ეგრეც უნდა იყოს. არასდროს არ გვჭირდება ჩვენ მიღებული მოთამაშე რობოტი, რომელიცაც მარტო მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთი, ასე ვთქვათ, სათამაშო სისტემაში შეუძლია მოექცეს. მათ სისტემა თავისი აქვს, თავისუფალი, უფრო და აი ჩვენ ზუსტად ეს სასელექციო პირველი ორი სასელექციო შეკრება, ასე ვთქვათ, დავარქვათ სასელექციო შეკრება, ემსახურება ზუსტად მაგ მიმართულებას, რომ აი როგორ მოიქცე, იქ ჩვენ არ დავიწყებთ დეტალებში ჩასვლას და განხილვას, აი აუხსნით, გავივლით, ვაჩვენებთ, ანუ სიტყვა, ჩვენება და დემონსტრაცია. ყველაფერს გავაკეთებთ და აი ნახავთ ეს ბავშვები როგორ აუღებენ ალღოს ამ ჩვენ სათამაშო სტრატეგიას, სისტემას თუ რაც არის უკვე მაგ დეტალებზე ბერს თუ თქვენი სურვილი იქნება. ბოლომდე შემიძლია ხო? ხო, რომ აი ეს პირველი, თქვათ, ტაქტიკური ფაზა ამ სასელექციო შეკრებებში გავიაროთ, რომ როგორ გაიგებენ და როგორ შეასრულებენ მე, რა თქმა უნდა, ხა მე არ მაქვს იმის წარმოდგენა, რომ ერთ და ორ ვარჯიშზე ეს დალაგდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ საბოლოოდ დავალაგოთ, მაგრამ პრინციპს დავინახავთ რა. ძალიან საინტერესოა. და ბოდიში დავამატებ ერთ რაღაცას, აი ნაკრები მე მესმის რომ ყველა გუნდს თავისი ხელწერა, ყველა გუნდს თავისი ხედვა აქვს, მაგრამ როდესაც მოთამაშეს გეძახიან, ასე ვთქვათ, სანაკრებო სივრცეში, უნდა გქონდეს იმის ადაპტაცია, რომ სანაკრებო სივრცეში არასდროს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი თვე, სამი თვე და ორი თვე გქონდეს მოსამზადებელი, სანაკრებო სივრცეში სწრაფად უნდა მოახერხო ადაპტაცია, რომ მცირე მოსამზადებლის პერიოდში ჩაჯდე იმ სათამაშო სტრუქტურა და სისტემაში, რასაც ითხოვს სანაკრებო, ეს არის ვერტიკალი, ეს არის უბრალოდ ჩემი, ეს არის ვერტიკალი. კი ბატონო. რა თქმა უნდა, შენ მართალი ხარ, ილუზია რომ არ გაქვს ახლა რომ ეს პირველივე ამ დაწახებიდან ბიჭები უცებ აი გაუღებენ აუგუსტს და ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც ჩვენ გვინდა ეგ. თან სანახაობრივიც იქნება და თან შედეგიანიც იქნება. რა თქმა უნდა, რთული. მე ახლა რომ რაკი ესე წარიმართა საუბარი, მე მინდა აი აქედან გამომდინარე შენი რამოდენიმე ციტატა შენი ბოლო ინტერვიუდან მოვიყვანო. ზოგჯერ გვავიწყდება რომ რაგბი თამაშია. შემდეგი ციტატა მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპლექსების გარეშე თამაშია და განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ ღია თამაში იმარებს. ეს მე რომელი რომ საკმაოდ ამბიციური განცხადებაა და პირადად მე მახარებს ძალიან
და მადლობაც მინდა გითხრა, რომ აი ესე უყურებ შენ მაგას და შეეცდები. მაგრამ ერთი რამ არის, მინდა დავაზუსტო. ეხლა ეს თქვათ ალბათ არ არის მარტო შენი პერსონალური ხედვა და თქვათ სურვილი, ალბათ არსებობს ასეთი შეთანხმება რაგბის კავშირის ახალ მენეჯმენტთან, იმიტომ რომ ამის პიროვნულად ამის გადაწყვეტა ეს ძალიან დიდი ამოცანაა. მე ეხლა მიყვარს რაგბის დეტალებში შესვლა ხოლმე და წარმომიდგენია დაახლოებით რასთან არის კავშირი. მინიმუმ B და A ლიგის გუნდების მწვრთნელებთან ყველასთან ურთიერთობა, მათთან საერთო ენის გამონახვა, შეთანხმება მათთან და შემდეგ მონიტორინგი იმაზე როგორ ხდება ეს ყველაფერი და როგორ სრულდება. რატო? იმიტომ რომ 18 წლიანების ნაკრები, ჭაბუკები საერთოდ ეს თავის სპეციფიკაა. ეგ არ არის ასე ვთქვათ, როტაცია აქვს საკმაოდ ეს ხშირი. აქ ყველაზე უფრო რთულია მისაღწევი სტაბილურობა. ეს სტაბილურობა თუ ბაზისი არ არის, ბაზისი თუ არ არის, ხო, ნუ ესე იგი და როგორც შენ თქვი ახლა თუ მომზადებული ეს სტაბილურობა ვერ მივახცევ ჩვენ. მე აღარ ვლაპარაკობ ბავშვთა რაგბიზე, საერთოდ იქიდან უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მინიმუმ B და A ლიგის გუნდებთან ძალიან ჭიდრო ურთიერთობა თქვენი და ძალიან ესეთი შეთანხმებული მოქმედებები არის საჭირო. ამას რა თქმა უნდა რაგბის კავშირის დიდი ძალისხმევა დაჭირდება და ჯგუფი დაჭირდება, იმიტომ რომ 2 და 3 კაცი რომელსაც ისედაც თავზე საყრელად აქვს საქმე და სამუშაო აქვს, მათ დახმარება დაჭირდება. კი, ვისაუბროთ მაგ გეგმებზე. მოდი პირველ რიგში შევეხოთ ამ ჩემ ციტატებს, ასე რომ ვთქვათ, ჩემი ნათქვამი რაც არის, რაც რამოდენიმე 1 კვირის წინ იყო ზუსტად ეგრე. ზოგჯერ გვავიწყდება, რომ რაგბი თამაში არის. აი ამაში რას გულისხმობ? რა თქმა უნდა, დარტყმა ახურვა რაგბიში აუცილებელი არის. რა თქმა უნდა, რომ შენი 22-დან წყობრად ისე უნდა გახვიდე, რომ უბრალოდ ფეხი კი არ დაარტყა, მოწინააღმდეგეზე წნეხი მეიტანო და ბურთი მოიპო. ანუ ამ ყველაფერში დაახლოებით რას გულისხმობ? ყველა ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ არა ბურთი მოვიშორო და გადავაგდო, არა რომ ბურთი როგორ დავიბრუნო. რომ ვარტყავ ამ ფეხს, ამის მერე მიზანი რა მაქვს? და რატო ვარტყავ ამ ფეხს? ეს არის, აი ეს უკვე თამაშის ნაწილია. და მე რო ფეხს ვარტყავ იმისთვის, რომ ვაიმე აქ ლელო არ მივიღო, ეგ უკვე სხვა რაღაცას ემსახურება რა. მეტი თამაში რას გულისხმობ, ასე ვთქვათ, ამ წინადადებაში. მეტი თამაში. რაგბი რო თამაშია, ამაში ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ყველა იმას არ ვაკეთებთ ვარჯიშებზე, ასე რომ ვთქვათ, რომ რაგბი თამაშია. ნუ რეალურად ეხა მე არა მაქვს უდიდესი გამოცდილება როგორც მწვრთნელს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე საკმაოდ გამოცდილი ვარ იმ კუთხით, რომ როგორც მოთამაშე და პირდაპირ სამწვრთნელო სფეროში გადავედი, ეს ერთი გამოცდილება მეორეს ძალიან კარგად ავსებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოცდილება მე რაღაც დონეზე არ მაკლია. სამწვრთნელო ალბათ ვერასდროს ვერ ამოწურავ, რომ თქვა, რომ მე მზად ვარ ყველაფერთვის და უკვე ყველაფერი ვიცი. და ანუ როდესაც მე უყურებ გუნდის თამაშს, გინდაც დიდათში, გინდაც ტელევიზორში, დაახლოებით იქ ხვდები გუნდი რას ვარჯიშობს ვარჯიშზე და რისთვის ემზადება. უმეტეს შემთხვევაში, ეხლა როდესაც ინგლისი ეთამაშება შოტლანდიას, რა თქმა უნდა, იქ აქცენტი გაკეთებული უნდა იყოს მოგებაზე. პრინციპი მათი ეს არის, რომ შესაძლოა მოსულ გულშემატკივარი სულ არ აღბრთოვანდეს ჩვენი თამაშით. მაგრამ შედეგი უნდა წაიღოს სახში, რომ ხო, აი შოტლანდია ინგლისს და როცა ინგლისი თამაშობს, ხო, პრინციპი ეგ არის. მაგრამ როდესაც ჩვენ თამაშობთ ბავშვთა რაგბს და რას გულისხმობ იმაში, რომ აქ თავარი არ არის შედეგი. თავარი არ არის შედეგი, არ უნდა იყოს თავარი შედეგი, პრინციპი არ უნდა იყოს ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, არ უნდა განვალაგო, ავაწყო თამაშის, რომ გინდა თუ არა ეს თამაში მოვიგო. ეს არის ის ასაკი, სადაც ჩვენ უნდა ვითამაშოთ. რაც შეიძლება მეტი რაგბი უნდა იყოს მოედანზე. მეტი რაგბი რა არის? ისე უნდა დავალაგოთ ჩვენი სათამაშო სისტემა, რომ მე აუცილებლად ამას კი არ უნდა მივცე პასი. მე შემეძლოს, ამასაც მივცე, ამასაც და ამას.
რამოდენიმე გამოსავალი უნდა კონდეს ყველა შეწევას გადაწყვეტილების მიღების არიან შემსრულებელი მოთამაშეები, არიან გადაწყვეტილების მიღები მოთამაშეები. ეს ყველაფერი ერთობლივად მოწინააღმდეგეზე იმხელა წნეხი მიაქვს, ამას შედეგი მოსდევს მე აუცილებლად. ეხლა არის გუნდები, მე იცით თქვენ და ჩვენო მაყურებელებს ალბათ, დიდად შემუშაობ, აიას მთავარი მწვრთნელი ვარ. არ დავასახელებ არც ერთ გუნდს, ბევრ გუნდს ჩემი სიმპათიები აქვს, მადლობთ. ზოგ გუნდს ცოტა ისე არის გუნდები, რომელიც წინასწარ ვიცი, ზუსტად ვიცი რა გააკეთებ. წინასწარ ვიცი. არის გუნდები, სადაც ბევრი კითხვის ნიშანია. აი, ყოველთვის მიჭირს ეგეთ გუნდების წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, სტრატეგიის და სისტემის შექმნა. და დაახლოებით ეს ეხება ამას, რომ რაგბი უნდა ვითამაშოთ, გქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი და რაც შეიძლება ლაღად თავისუფლად. შეცდომა არის რა, შენ რო აქ უნდა იდგე, კომბინაცია დახაზული გვაქვს და აქ არ იქნები. ბურთის დავარდნა შეცდომა არ არის. იმიტომ რომ ბურთი გუშინწის თუ უყურეთ, ისეთ ხალხს უვარდება. აი შოტლანდიის ნაკრებს, ინგლისის, იტალიის 15-იანში აუტი შეეშალა. როცა ამ დონეზე ხო, შეეშალა რა, უკან ამწევი არ ყავდა. როცა ამ დონეზეც კი ეგეთი შეცდომა ხდება. უელს რა შეცდომა. 18 წლამდეში ხა, ერთი შეცდომა, ორი შეცდომა. ამაზე თუ დავწნეხეთ მოთამაშე, ის მეორედ იმას აღარ გამიკეთებს. მიზნები სხვადასხვა. აღარ გამიკეთებს მე იმას, რასაც ვთხოვ. კი ბატონო. აი გიორგი, ნახე აი ზუსტად ეხა მეც ჩემი წინა შეკითხვაც ეგ იყო, რომ შენ კი მიპასუხე, რომ იმ გუნდებს თავისი მიზნები აქვს რა და მიშამ ზუსტ მე მაკეთ წაიყვანა. მაგ მხარეს გადავალე. ამბები რომ თქვენ შეთანხმებულად თუ არ იმუშავეთ, კატასტროფაა. აი პრობლემა გექნება. მაგ კუთხით გადავალე ხა, ჩვენ რაღაც მონახაზი გვაქვს, ამ ყველაფერს უფრო დავხვეწავთ, დავავარცხნით, ასე რომ ვთქვათ და რას ვაპირებთ ამ კუთხით. აუცილებლად მაისიდან, ასე რომ ვთქვათ, როცა ეს პირველი ტურნირი ჩაივლის, ჩვენ მჭიდრო კავშირი გვექნება განსაკუთრებით A-ლიგისა და B-ლიგის, როგორც ჩვენ 18 წლამდე სტავს, ასევე 20 წლამდე სტავს. ანუ ეს მომავალი წლის გეგმაა ფაქტიურად. აი 4-5 წლის. 18-იანები ხო მომავალი წელი, ანუ ხო, კი ბატონო. მჭიდრო კავშირი გვექნება A-ლიგის და B-ლიგის გუნდებთან. და ეს მჭიდრო კავშირი რას მოიცავს? მე არავის სისტემაში არ ჩავერევი, მაგრამ ის უნარები რა A-ლიგის მთავარი მიზანი რა არის, ხო, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე მიცეს 18 წლამდე ნაკრებს, 20 წლამდე ნაკრებს და მერე ეროვნულ ნაკრებს. მე ესე მესმის ბავშვთა რაგბის მთავარი პრინციპი არის ეგ, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გაუზარდოს ქვეყანას და ეროვნულ ნაკრებს. არა მარტო ეროვნულ ნაკრებს, მეტი უკეთესი პიროვნება გაზარდოს ქვეყნისთვის, მაგრამ მთავარი პრინციპი მაინც ეს არის, რომ მეტი მოთამაშე გაუზარდოს ეროვნულ ნაკრებს. და როდესაც მე ვთქვათ ავხსნი, დავალაგებ და გეტყვი, რომ ეს უნარები იმისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მე ვითამაშო ეს რაგბი, ცდელობა უნდა იყოს ამისკენ მიმართულების, რომ ეს უნარები რაც შეიძლება მეტად ამ უნარებით დახუნძლული და დატვირთული იყვნენ ეს მოთამაშეები, როცა სანაკრებო სივრცეში მოვა. სანაკრებო სივრცე მე ასე მესმის. აქ არ უნდა იყოს როგორ გავაკეთოთ, აქ უნდა იყოს რა გავაკეთოთ. და თუ ამას მივახცევთ და ვფიქრობ, რომ მივახცევთ, სანაკრებო სივრცეში მუშაობა იქნება მარტო რა გავაკეთოთ და ორ თვეში, აი ვერავინ ვერ მოახერხებს, რომ ერთ თვეში ეს უნარები შეასწავლოს მოთამაშეებს ისე, რომ ის თამაში ავაწყოთ, რომ ინგლისთან და საფრანგეთთან გვაქვს ახლა ჩვენ თამაშები, ინგლისთან და საფრანგეთთან მზად ვიყოთ ამ უნარებით იმ თამაშის სათამაშო. და კარგია, რომ მაისიდან დაიწყებთ, შემდეგი აპრილისთვის მზადება. აი ეს მიმართულება იქნება თავარი ეს, რომ ამ უნარებით რაც შეიძლება მეტად დავხუნძლოთ და დავხვეწოთ ეს მოთამაშეები და მე უკვე სათამაშო სისტემა რაც მეტი განსხვავებები იქნება, ჩემთვის ეგ უკეთესი არის. რაც მეტი განსხვავებული, უფრო მეტად ფართო აზროვნების მოთამაშეები იქნებიან, უფრო მეტად განვითარებული მოთამაშეები იქნებიან და უფრო მეტი შესაძლებლობები ექნებათ მოედანზე, რომ შევლიან ასე ვთქვათ.
კი, რა თქმა უნდა, გიორგი, მე აბსოლუტურად გეთანხმები. აქ ერთი რამ არის, ისე იგი ჩვენ ერთ აზრზე ვართ, რომ მიზანი ერთი უნდა გქონდეს. მე როგორც თქვა ალიგის ან ბელიგის კლუბის ერთ-ერთ მწვრთნელს და შენ როგორც თორა ჭაბუკთან ნაკრების მწვრთნელს, ჩვენ ერთი მიზანი უნდა. რა თქმა უნდა. აი ამაზე ვთანხმდებით. ეხლა აქ უნარებთან დაკავშირებით. ბოდიში ერთ რაღაცას ჩავრთავ. ჩვენ ხშირად საუბრობთ ალიგა და ბელიგაზე, რომ აქ არ უნდა იყოს მოგება მთავარი. და ეს გვესმის მე ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, მე საუბრობ რაც მე ვფიქრობ. ეს არ არის აზრი, რომელიც 100%-იანი. ეს არის ჩემი აზრი უბრალოდ. მე ვფიქრობ, რომ ზოგ შემთხვევაში გვეშლება ეს მოგებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, რას ნიშნავს? თითქოს მოგებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, ვფიქრობთ ის, რომ მოთამაშეები გაუშვათ მოედანზე და არ მოიგონ. მოგებაზე ორიენტირებული, მე რო ალიგის მწვრთნელი ვარ, მოგებაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს ჩემი მიდგომა. ჩემი მიდგომა უნდა იყოს ორიენტირებული მეტი რაგბი, მეტი უნარები და მეტი თავისუფლება და გადაწყვეტილებების მიღება. კომპლექსების გარეშე თამაში. თორე ჩვენ ვერასდროს ვერ ვეტყვით მოთამაშეს ეგ რო უთხრათ შეიძლება იფიქროს რომ ეს გადიიდა კარგად ითამაშა და არ მოიგო. თუ კარგად ითამაშებ მოიგებ იმ თამაშს. მე მინდოდა ერთი შტრიხი უნარებთან დაკავშირებით ბრძანე შენ. ერთი არის რომ ვარჯიშობ და სულ ცდილობ რომ ტექნიკური მხარე გააუმჯობესო, მაგრამ თუ თამაშის დროს მე როგორც მოთამაშეს თავისუფლება არ მაქვს მოქმედებაში, ეს უნარები, ვარჯიშზე გაკეთებული უნარები იქ დარჩება. განსაკუთრებით იმ გასაღებ მოთამაშეებს, რასაც ვეძახით 9, 10, 15, 2, 8 ის მოთამაშეები, ვისაც უფრო მეტად უწევთ გადაწყვეტილებების მიღება მოედანზე. როდესაც მან ის თემა არის რა, როდესაც შენ გაქვს იმის უნარები, რომ თქვათ, აი სიტყვაზე ვიძახი უმარტივესად, მარჯვნივ და მარცხნივ 10-15 მეტრი თავისუფლად შეგიძლია პასის გაშვა. უფრო თავისუფალი ხარ მე გადაწყვეტილებების მიღებაში. თავდაჯერება რო გაქვს, აი ეხლა რაში უფრო თავდაჯერებული ვიქნები, მე ფეხბურთის მწვრთნელი რო ვიყო თუ რაგბის მწვრთნელი, ხო? რაგბის მწვრთნელი, იმიტომ რომ მე ამის უნარები ჩამომიყალიბდა როგორც მოთამაშეობის პერიოდში, მე იმ გავლილი წლების პერიოდში და როდესაც შენ თავდაჯერებული ხარ, რომ აქეთ ვიქნება პასი გასაშვები თუ აქეთ ორივე მხარეს თავისუფლად შემიძლია, ავარჩევ ჩემთვის საუკეთესო რაც არის იმ მომენტში. ამიტომ უნარებზე უნდა ვიმუშაოთ რაც შეიძლება ბევრი. ეგ არის ქართული რაგბის პრობლემა, მე ასე მგონია. Skillset მარტივად. გიორგი, ჩემი თავიდან კითხვა იყო ის, რომ ამაზე თქვა თუ არის ერთობლივი ხედვა თქვენი სტაფის და ახალი მენეჯმენტის რაგბის კავშირის. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ნასაუბრები გვაქვს და არც ერთობლივ აზრზე მისვლა. აქედან გამომდინარე ერთი ესეთი აზრი გამიჩნდა მე რომ დიდი ხანია მიტრიალებს ხოთაშორის მიტრიალებს ჩვენ რამოდენიმე კაცი გაზრი და სულ მიკვირს რატომ არ ვაკეთებდით მაგას, მაგრამ შეიძლება შენ არ დამეთანხმო და სხვა აზრი ქონდეს მაგრამ არის საკითხები, სადაც დაუშვათ დიდი ჩარევა არის საჭირო და თქვათ ახლა ჩვენი ნაკრების FCR-ში ჩართვა ეგ არ არის მარტივი საქმე, მაგრამ არის საკითხები, სადაც პირადი კონტაქტები საკმარისია. მაგალითად ისე ვამბობ ახლა თქვათ ერთ-ერთი რომელიმე ტოპ 14-ის ან პრემიერშიპის კარგი გუნდის თქვათ გუნდს აუცილებლად ყავს თავისი ესპოარებს რო ეძახი თქვათ ჭაბუკები, ანუ 18 წლიანები იმათაც ყავს, ჩვენც ყავს. მაგრამ რატომღაც არ ყოფილა აი მათ შორის ხშირი გაცვლა, ხშირი თამაშები. ხომ არ იქნებოდა თქვათ კარგი დრო დაუშვათ ჩვენ ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მაგაში, სხვანაირად არ იქნება. ეგ ამბავი, მაგრამ როცა ჩვენ მიგვიღებენ ისინი, ან როცა ჩვენ მივიღებთ ან ტურნირის ფორმით, ან რომელიმე ერთ კლუბს ვეთამაშოთ, მაგას არ აქვს არსებითი კლუბების დონეზეც. არ არის აუცილებელი სულ ნაკრებმა ითამაშოს. აი მსგავსი პროექტი თუ ყოფილა, არ ვიცი, ახლა შეიძლება შენ ჩათვალო, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, თქვა, არ ვიცი, მაგრამ თუ ყოფილა ამაზე საუბარი, განხილვა, ან თუ აპირებთ ამაზე თქვა საუბარს და ინიციატივით შესვლა ხო შეგიძლია შეიძლება. აი ამ საკითხზე ძალიან კარგი პროექტია, ძალიან კარგი იდეა არის ტექნიკური კუთხით.
არ არის ეგ პრობლემა, მაგრამ აი აქ ცოტა უფრო ფინანსურ მხარესთან გვაქვს ცოტა უფრო პრობლემები, თორემ ეგეთი თამაშები რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი არის და უბრალოდ რაში არის უკეთესი. უბრალოდ ყველაზე მარტივი მაგალითს ვიტყვი ჩემი აზრით. რო გავიგოთ სად ვართ ჩვენ. ჩვენ რო ეხლა საფრანგეთის ნაკრებს ვეთამაშებით, თქვა 18 წლამდეში გინდა 20 წლამდეში და გინდა ეროვნულში, იქ რო დომინანტი არ ვიქნებით მოედანზე, ეს უკვე რაღაც დონეზე, ასე ვთქვათ, გასაგები არის. მაგრამ როცა ვთქვათ ჩვენ მოვახერხებთ აი ტულუზის ესპუართან თამაშს, სიტყვაზე ვიძახე, ტულუზის ესპუართან თამაშს, ან ბორდოს ესპუართან თამაშს 18 წლამდე ნაკრები, ვთქვათ, ეს უკვე ბევრი რამის მაჩვენებელია, რაც უფრო მეტი ტესტმატჩი იქნება, მით უფრო მეტად გამთა. ბევრი რამის მაჩვენებელია სად ხარ შენ. ეხლა ჩვენ გვაქვს რა მოცემულობა, პრობლემას არ დავარქვი. ჩვენი ალიგა არის ასე ვთქვათ, კარგი ჩემპიონატი, მაგრამ ამ ეტაპზე და ჯერჯერობით შორსა ვართ საფრანგეთის 18 წლამდე ჩემპიონატი და ინგლისის 18 წლამდე ჩემპიონატი. რეალობა ის არის, რომ ისე რომ თითქმის ეხა რვიანების ნაკრებია ეს, რვიანებს კიდე რაღაც გამოცდილება აქვთ რამოდენიმე ტურნირი ნათამაში. ცხრიანებს დიდი საქართველოს ალიგის მეტი არაფერი არ უთამაშეთ. ეს ბავშვები ისეთ სულპრიზს ნახავენ იქ მოედანზე, რომ მეტი არ შეიძლება. უბრალოდ ყველაზე მარტივად ამ პრობლემის აღმოფხვრა შეიძლება მიდგომით თუ ამის საშუალება იქნება, რომ ეს არ იყოს გუშინ მე რო სიტყვაზე ვთქვათ, ხაზი გავჭერი და ვერავინ ვერ დამეწია და ძალიან მაგარი ვარ სისტრაფეში, აქ რო ხაზი გავჭერი, 3 მეტრში ვიღაცა უკნიდან ბოჭვას მიგეთებს. ხვდებით? აი ამ პრობლემის მარტივად მოგვარება შეიძლება ამით. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ჩვენ ფორმატში ხა ჩვენ ლობირებას ვერაფერს ვერ გავუწევთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ იქნება ასეთი ინიციატივა თქვენგან დაუშვათ, ხო, ჩვენ ძალიან სერიოზულად გავაშუქებთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მომავალი. აი რაც შენ გინდა, რაც თქვენ გინდათ, რომ აი ესეთი რეგბი ვითამაშოთ, მსგავსი ინსტრუმენტების გარეშე ამის მიღწევა არის ურთულესი რამე და მე ახლა შეიძლება ძალიან მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ თუ არ იქნება დეტალებში თუ არ შევედით ჩვენ ისე როგორც შენ ამას თავიდანვე გითხარი მე ახლა ესეთ რეალურ საუბარში რომ ბევრი ამბობს კარგ რაღაცას, მაგრამ არავინ არ ამბობს როგორ. მოდი ვთქვათ რომ აი ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და თუ ეს არის თუ ჩვენ შევტახვდებით, რა თქმა უნდა, რომ ეს ინსტრუმენტია ნამდვილად, ხო? მაშინ ერთ წელში მივაწვეთ. ეს არის გასაკეთებელი ჩემი აზრით ამ შემთხვევაში. ჩვენ გავაშუქებთ კი არა, ძალიან საინტერესო ტურნირი იქნება. მოკლედ ჩვენი პოდკასტის კიდე ერთი პატარა ნაწილია. საინტერესო. სახალისო, შეიძლება საინტერესო, ჩვენ გვაქვს შეკითხვების 5 და აი ახლა ხო ამოიღო და ავწი, როგორ ჩათვლი? მოკლე პასუხი, წელი პასუხი შენი გადასაწყვეტი. რამოდენიმე იქნება ესე? მე მგონი ამ კითხვას უკვე გავეცით პასუხი. რაგბი ახალგაზრდებში პრიორიტეტი უნარებზე თუ ფიზიკურობაზე? მაინც ვილაპარაკებ. უცებ გავიგე. უნარები და ფიზიკურობა მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთში მიბმული არის. თუ შენ როდესაც ფიზიკურად მზად, ანუ ფიზიკურობა აქ ალბათ იმ კუთხით არის უფრო კითხვა, რომ ფიზიკურ ორთაბრძოლებზე თუ უნარებზე. კი, მაგრამ აქ ერთი მეორეს იცავს. შენ როცა ფიზიკურად რაღაცებისთვის მზად ხარ, მე ჩემ კარიერაში ასე ვუყურებ. აკეთებ იმას, რაც გინდა და არა რაც შეგიძლია. ამიტომ ფიზიკურობა უნარებს იქვე ახლავს. კარგი, მოდი ერთი. ახასიათეთ რაგბი ერთი არაგულ შემადგენლისთვის. არ არის ადვილი, მაგრამ ალბათ და ძალოვანი ჭადრაკი. საინტერესო, ბატონო. აბა მოდი კიდე. თუ ერთი ძველი მოთამაშის დაბრუნება შეძლებდით, მის პიკში ვის აირჩევთ? ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე ყავდა ჩვენ ნაკრებს, რომლებმაც დიდი წარმატებები მოუტანეს ჩვენ ქვეყანას, მაგრამ მე რაგბი ისე მენატრება და მოედანი ისე მენატრება, მე თვითონ დაუბრუნდებოდი. მაგის საშუალება არ მქონდა. აი ორ სიტყვას მოდი მაგაზეც ვიტყვი.
2019-ში მსოფლიოს შემდეგ, ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, უკვე ასაკიდან გამომდინარე, ალბათ 2 წელს კიდე შევძლებდი თამაშს, მაგრამ ჩემთვის რადგან სანაკრებო ვერტიკალი იყო ყოველთვის ჩემი სარაგბო კარიერის მანძილზე მნიშვნელოვანი, უკვე ვიცოდი რომ 2023-ის მსოფლიოს ვეღარ ვითამაშებდი და მივიღე გადაწყვეტილება რომ 1 წელი და 2 წელი თამაშს აღარ მნიშვნელობა აქვს თუ ნაკრებში არ ვიქნები. და რო დავამთავრე პირველი 6 თვე, 7 თვე ასე ვთქვათ, არ იყო ეს მონატრების პროცესი ძალიან ისეთი აქტუალური. მე უკვე ძალიან შემომიტია რომ თამაში მინდა და ფიქრობდი რომ დრო როცა უკვე ვეღარ ვიქნები ასე ვთქვათ ისეთ ფიზიკურ კონდიციებში, ეხლაც აქტიურად ვარჯიშობ და ვცდილობ რომ ფორმაში ვიყო, დრო ვეღარ ვიქნები ისეთ აქტიურ კონდიციებში, ეს გაივლის ალბათ. მაგრამ არა რა, უფრო კიდე უფრო და თავარი რა არის, იცი? მგონია რომ შემიძლია. არა 41 წლისა ვარ უკვე რა. მგონია რომ კიდე შემიძლია რა. ეს მონატრება ალბათ არასდროს აღარ გაივლის და იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამოკვეთახის რომ მომეს და არ მინდა ზოგჯერ არც უკვე თავიდან მეც მასალიძა. აი მოდი ერთის. ყველაზე უცნაური რაგბის შურწმენა რაც კი გსმენიათ. რავი, არ ვარ ეგეთ რაღაცებს. ზოგჯერ იციან რომ ბევრი რამე რა ვიცი გამიგია, მარჯვენა ფეხით უნდა შეხვიდე მოედანზე, არა მაქვს რაღაც ეგეთი სრულწმენებისადმი არანაირი ისა ეს მაისური არ ჩავიცვათ უფრო ბევრჯერ წაგვიგია მაისური არანაირი ეგეთ რაღაცას გამიგია ხოლმე ახლა უცებ ვერ ვიხსენებ ბევრი რამე მაგრამ არა მაქვს რაღაც ეგეთი სრულწმენა მოდი რაღაც 18 წლიანებთან გადავშერებით ერთი კიდევ ესეთი ბოლო ჯერ არ დაწყებულა მე კიდევ ვილაპარაკებ ერთი ორი კითხვა ესეთი ჯერ პირველი მაინტერესებს თუ გაგანახი წინა 6-ერი ორჯერ ჩავატარეთ უკვე. კი, მაქვს რაღაც თამაშები მაქვს. აი რა მაინტერესებს იცი ახლა? და ისედაც მე წინა წელს უკვე ჩართული ვიყავ 18 წლამდეში და აფრიკის ტურნირზე, აფრიკის ტურნირი აგვისტოში თქვათ, კიდე ერთი ტურნირი გვაქვს ჩვენ, აფრიკის ტურნირი, სადაც ინგლისიც იყო და საფრანგეთიც და ირლანდიაც. და მათ ვეთამაშეთ. ეხლა არ ეკითხები თქვა კონკრეტულ რაღაც შეცდომებზე მოთამაშეების და ისე, მაგრამ თუ რაღაცა თუ შეამჩნია ისეთი რაც დამახასიათებელია, გინდა ნეგატიური, გინდა პოზიტიური ჩვენი ნაკრებისთვის, გინდა პირველ ტურნირზე, გინდა მეორე ტურნირზე, ის რაც ხდებოდა პირველ ტურნირზე, მეორდებოდა მეორე ტურნირზე, ანუ დამახასიათებელია რა რაღაცა ეს ჩვენია. ნახეთ ამ ტურნირს პირველ რიგში შევთანხმდეთ იმაზე, რომ ამას არ ქვია ტურნირი, ამას ქვია ფესტივალი. კი ბატონო. ანუ ფესტივალის და ტურნირის განსხვავება მაყურებლისთვის რო ახსნათ, თქვენ კარგად იცით. ფესტივალი არის ის, რომ პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე არავინ არ გადის. ჩვენ მოვდივართ აქ რაგბის სათამაშოდ. ეს არის ფესტივალი. ჩვენ რადგან ამ ტურნირში, ესე ვთქვათ, ახალი მიღებული ვართ და ვიცით რომ იქედან დაკვირვების ქვეშა ვართ, მაინც რაღაც ნეხი გვაქვს. რომ მაინც გვინდა რომ ჩვენი დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ამ დონის ქვეყნებთან მოგება და იყო კიდეც ეს გამარჯვება. აი მე ვფიქრობ, რომ ამ კომპლექსიდან უფრო უნდა გავთავისუფლდეთ რა. მოვიგებთ ჩვენი წარმატება რა არის 18 წლამდესი და უფრო ნაკლებად 20 წლამდესი, მაგრამ 20 წლამდეს წარმატებაც ეგ არის. რაც შეიძლება მეტი მოთამაშე მომზადოთ იმისთვის, რომ ეროვნული ნაკრებისთვის იყოს მზად. კი ბატონო. ამიტომ ამ ტურნირზე თუ კარგად ვითამაშებთ, მოვიგებთ, თუ არ ვითამაშებთ კარგად, კატასტროფა. თავარია ვითამაშოთ კარგად. თავარია მენტალობა. თავარია ვითამაშოთ კარგად, მენტალობა. აი ის ნებისმიერ სპორტში კომპლექსებზე როცა ლაპარაკობ, ალბათ ეს არის ხო, კი ბატონო. გეთახმები ეს მენტალობა, დროის ამბავია და მაგრამ არას შეიძლება ვერასოდეს ვერ დადგეს ის კონდიცია და ჩვენ გვინდა თუ არასწორი გზით მიდიხარ ახლა ეს ამას რა აქვს დიდი მნიშვნელობა როგორ მუშაობთ როგორ ვაკეთებთ საქმეს და
ესე იგი მე ერთი კიდე ესეთი კითხვა მაქვს შენთან დაუშვათ წარმოვიდგინოთ რომ ამ ფესტივალზე ვეთამაშებით ინგლისის ნაკრებს ან საფრანგეთის არაგები არსებითი მნიშვნელობა ვაგებთ სამკულას იმათ 22-ში ვართ მივიღეთ ჯარიმა ჩვენ სასარგებლოდ არის შეგვიძლია დავათანაბროთ შეგვიძლია დავართავთ აუტში დავარტყათ ან გავათამაშოთ მოგებაზე ლეგოს დადებაზე შენმა ბიჭებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და შენ რომელს დაუჭერდი მხარს მე დაუჭერდი მხარს რომ ვითამაშოთ მოსაკერად მე სხვა პასუხს არ ცდილობდი დიდი მადლობა ამისთვის აი მე მგონი ახლა დღეს პირველი ჩვენც ვაპატიოს მოყვარულებმა თქვენც ვაპატიეთ სპეციალისტებმა ჯერჯერობით ჩვენ ნელ-ნელა ესე შევეცდებით დავაინტერესოთ არა პროფესიონალი მაყურებელიც ამისთვის იმიტომ რომ უკვე რამოდენიმე ესეთი კაი დეტალი თქვი შენც და საინტერესო გახდა რომ ისთვის არის საერთოდ ეს და ეს რაგბი რა არის და მარტო არ არის და ის ძალიან პასუხიც ძალიან მომეწონა გაგახსენებთ რომ გამოგვიწერეთ გამოყვევით ვიყურეთ თქვენი მხარდაჭერა და თქვენი კითხვები ჩვენთვის უფრო ყოველთვის საინტერესოა და გიორგისა კიდე ერთი ჩემი მიმართვა და რჩევა იქნება ვისთვისაც რა თქმა უნდა ჩემი აზრით მნიშვნელოვანი და საინტერესო არის მწვრთნელებზე მაქვს აქ საუბარი მთავარი არის ჩვენ გავცეთ სამკითხვას პასუხი რას ვაკეთებთ რატო ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ ეს არის მთელი სარაგბო ფილოსოფია მე ასე ვფიქრობ აი მადლობა მადლობა თქვენ